4 დედოფალმა ერთი ქუჩიდან 80-იან წლებში ჭადრაკში ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. აღმოჩნდა, რომ მოჭადრაკეები ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი 4-ვე ქალი თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობდა. ჭადრაკი უძველესი სპორტია, რომელიც სპორტს, მეცნიერებასა და ხელოვნებას აერთიანებს. ლეგენდის თანახმად ჭადრაკი სამხედრო სტრატეგიების დასაგეგმად შეიქმნა მე-7 საუკუნეში. ძველ ქართულ ნაწერებში კი ჭადრაკი უკვე მე-11 საუკუნეში გვხვდება. ხშირად ისმის კითხვა, რატომ არის ჭადრაკი სპორტი? იმიტომ, რომ ჭადრაკი მოითხოვს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და საჭადრაკო მომზადებას. საჭადრაკო პარტიები მინიმუმ 4-5 საათს გრძელდება. ნებისმიერმა პატარა ხმაურმა შეიძლება მოჭადრაკე ფსიქოლოგიურად გატეხოს და თამაში წააგებინოს. ჭადრაკზე ცნობები მოიძიება შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაშიც. მეფე თეიმურაზ მეორემ ჭადრაკის ფიგურებსა და ტერმინებს ლექსი მიუძღვნა. მე-17 საუკუნეში მზითევში ქალს ვეფხისტყაოსანთან ერთად ჭადრაკს ატანდნენ. ბრძენთა თამაში ქართველებისთვის ნიჭის, გონიერების, შემოქმედებითი უნარის გამოვლენისა და განვითარების საშუალება გახდა. საჭადრაკო ცხოვრებამ ორგანიზებული სახე 1877 წლიდან მიიღო. თბილისში შეიქმნა პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე. 6-მა მეგობარმა ჭადრაკის მოყვარულთა წრე დააფუძნა და გადმოცემის თანახმად ისინი კვირაში ერთხელ მათ ბინებში იკრიბებოდნენ. მე-19 საუკუნის ცნობებით სწორედ ამ წრემ დაუდო საფუძველი თბილისში თანამედროვე საჭადრაკო ცხოვრებას. 1892 წელს თბილისში გაიმართა პირველი საჭადრაკო ტურნირი. 1902-1904 წლებში მონტე-კარლოს საჭადრაკო ტურნირების პრეზიდენტი საერთაშორისო აღიარების მქონე პირველი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი იყო, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი. სამეფო გვარის გამო ის ვერ თამაშობდა ჭადრაკს, თუმცა ამ სპორტის სიყვარულით მან იპოვა გზა, როგორ ყოფილიყო ახლოს საჭადრაკო სამყაროსთან. ის ტურნირებს აწყობდა და აფინანსებდა. მის ხელგაშლილობაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს. მონტე-კარლოს 1904 წლის სატურნირო ფონდში ცნობილმა ფრანგმა ბანკირმა როჩილდმა 500 ფრანკი შეიტანა, ხოლო დადიანმა 600. ეპოქაში, როცა ქართველი მოჭადრაკე ქალები მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და 1980-82 წლებში მთლიანად ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს 1962 წლიდან 1991 წლამდე ქალთა მსოფლიო ჭადრაკის დედოფლის ტახტი ეკავათ. მათი მოცილენიც ასევე ქართველები ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი იყვნენ. 4-ჯერ ქალთა მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩი 2 ქართველ მოჭადრაკეს შორის გაიმართა. 1992 წელს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ფილიპინებში გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი აჟღერა. არქივს არ შემორჩა გამარჯვების კადრები, მაგრამ ეროვნულ არქივში მათი დაბრუნების ფოტოები მოიძიება. შემდგომში ოქროს ნაკრებად წოდებულმა გუნდმა კიდევ 2-ჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის თასი. შთამბეჭდავია ბოლო წლებში მოპოვებული გამარჯვებები. 2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილი გახდა ევროპის ჩემპიონი. 2008 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპისა და ელვისებურ თამაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2017 წელს თბილისში გაიმართა მსოფლიოს თასი. 2018 წელს ბათუმმა უმასპინძლა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას. ფიდეს კონგრესზე აკაკი იაშვილი არჩეულ იქნა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად. ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ჭადრაკის სასახლე ვერის ბაღში 1973 წლის 14 აპრილს გაიხსნა. 2001 წლიდან კი ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს. ქართული საჭადრაკო ისტორია საუკუნეებს ითვლის და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჭადრაკო ქვეყანაა.